გათახსოვს როცა საქმე ეხებოდა კონდორის ხეობაში შექმნილ კრიზისს, მთელი ჩემი საუბრები ტელევიზიითაც და ტელეფონითაც ეხებოდა, რომ კონდორში მშვიდობიანად გადაწყვეტილიყო ყველაფერი, სისხლი არ უნდა დაღურულიყო, ეს პირდაპირ არის საუბრებში, იქაურ მოსახლეობას, იქაურებს გულს უმაგრებდი, რომ გული არ გაეტეხა და ესო და უბრალოდ ხელისუფლებას მაშინ გადაწყვეტილი ქონდა, რომ უნდა მე დავეჭირეთ და მოიგონეს ესეთი აბსურდული შეთითქმული ბრალდება. რაც ეხება პლუს ისიც თქვენ ის საუბარი ჩემი ასევე დაამონტაჟეს, ამოიღეს ნაწილი, რაც ასევე დამტკიცებულია ვინაიდან მთელი სტენოგრაფიული ჩანაწერი ჩემი საუბრის, რომელიც უკვე მოგვაწოდა შემდგომ სოდმა, იქ იყო სრულად ეს შეცდომა დაუშვეს. ასე რომ ეს ასახული იყო და თვითონ მე დაიწყეს ერთმანეთზე გადაბრალება, გადმობრალება, როდესაც ეს ჩემს საქმის მასალებში დევს, როდესაც ადვოკატმა პროკურატურას მიმართა, რომ რატო მოხდა გაყალბება ამ ჩემი საუბრის ტექსტის, პროკურატურამ დააბრალა ეს რუსთავიორს, ეს თვითონ რუსთავიორმა გააკეთა, რა თქმა უნდა, რუსთავიორზე მიმართა დააბრალებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეს სხვა თემაა. რა თქმა უნდა, ეს საუბრები არის შემაშფოთებელი, ძალიან დამაფიქრებელი, მე გულისხმობ ის აუდიო ჩანაწერები, რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ, იმიტომაც არის საზოგადოება ეს შეშფოთებული, თუმცა იმისთვის, რომ წერტილი დაესვას რაიმენერ სპეკულაციებს მის თაობაზე არის თუ არა ეს შეთითქმული ფალსიფიკაცია და ასე შემდგომ, კომპილაცია და ასე შემდგომ, ამის ექსპერტიზა, მე მინდა გითხრათ, დღევანდელი ექსპერტიზის რესურსებიდან და საშუალებებიდან, შესაძლებლობებიდან თუ ამოვარ, არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს იდენტიფიკაციის გაკეთება, არის თუ არა ეს ფალსიფიცირებული, რამდენად აუთენტურია და ასევე ძალიან საინტერესო წარმომავლობა, ეს ექსპერტიზა უნდა დაადგინოს წარმომავლობა, საერთოდ ეს საუბარი როგორ წარმოებდა, რა საშუალებებით წარმოებდა, ესე იგი, ეს იყო ინტერნეტ რაღაც პლატფორმის მეშვეობით, WhatsApp-ის მეშვეობით, Viber-ის მეშვეობით, თუ რაღაც სხვანაირი და თვითონ ჩაწერაც როგორ ანუ იცით რა არის, მე საერთოდ ფიქრობ, რომ არ იყოს მუდმივი აპელირება ასევე იმაზე, რომ აი ექსპერტიზაც დღეს აკეთდა მოქმედებს დაკვეთის მიხედვით დამოუკიდებელ ექსპერტებსაც შეუძლიათ დაუძახონ ამის ექსპერტიზის ჩატარების ექსპერტები არსებობენ. მართალი გითხრათ, მე ხა წინასწარ ჩემი ხნით აზრის გამოტანა არასერიოზული იქნებოდა, თუმცა მე ძალიან ეჭვმეპარება, რომ აუთენტური არ იყოს. თუ დადასტურდება აუთენტურობა, თქვენი შეფასებით რამდენად შეიცავს ის სამართლის დანაშაულს, აი ეს განცხადებები და აი ეს საუბარი ზოგადად აი ამ ადამიანებს. ახლა რა შეიძლება საქმე, რა თქმა უნდა, იქ არის ძალიან დამაფიქრებელი ფრაზები განსაკუთრებით. სწორედ და როდესაც იქ რაღაც საუბარია კადაფი და ესეთი რაღაცა და ის უნდა ივანიშვილის სახლი უნდა ავითვისოთ. მუდმივი ხაზგასმა რევოლუციურ სცენარზე და ასე შემდგომ. ასე რომ თავისთავად ცხადი ეს სერიოზულ თუ აუთენტურობა დამტკიცდა და ეს გარკვეულ სერიოზულ მტკიცებულებას წარმოადგენს იმის, რომ ადგილი აქვს მომზადებას სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების, მაგრამ მე საერთოდ მინდა თავარ რამეს გავუსვა ხაზი რა. რაზეც მე ვილაპარაკე გუშინ ერთ-ერთი ტელევიზიით, მქონდა, მაგრამ ძალიან ესე ზოგადად და ეხლა უფრო მაქვს საშუალება. მე ეჭვი მაქვს და არა მხოლოდ მე მქონდა საუბარი და კონსულტაციები არაერთ ამ საქმეში ჩახედულ ადამიანთან, რაც ეხება ესეთ ჩანაწერებს და ესეთ საუბრებს, ანალოგიური ეჭვია ვთქვათ, რომ საერთოდ ეს საუბარი, რომელსაც აწარმოებს სააკაშვილი ამ თავის თანამოაზრეებთან, მან იცის, რომ იწერება და მას შეგნებულად, მან იცის, რომ ამას უსმენენ, ეს მოსმენადია და მას საერთოდ მის მიზნებში შედის და მას უნდა კიდევ ასე ვთქვათ გახმოვანოს. აი ჯერ პირდაპირ გეტყვით ერთ რამეს რა. სააკაშვილი ახლა რაც არ უნდა ჩვენ გიჟი უწოდოთ და ისა, მაგდენი კარგად იცის, მან რომ დღეს თუ გაქვს რაიმე უაღრესად გასაიდუმლოებული გეგმა მოქმედების, რაღაც
ღრმად რევოლუციური სცენარი და ასე შეთქმულება დღეს ამაზე ვაიბერით და სკაიპით და ტელეფონით არავინ არ ილაპარაკებს. კაბინეტშიც ესე ხუთკაცთან თუ დაუშვათ ისინი ჩასულები იყვნენ ეს ყველაზე ნაკლებად დასაშვები. ამიტომ მე ვფიქრობ რომ სააკაშვილმა იცის რომ მას უსმენდნენ ეს მის გეგმებში შედის რომ ეს გახმოვანდეს ეს აშკარად ჩანს აქა ეს მაიმე გეტყვით ასჭირდა ეს მას ეხლა იცით რა არის ყოველთვის შეუულიათ დღეს იგივე აი ნაციონალური მოძრაობის ამწერო ვინც საუბრებს აწარმოებენ იგივე გიგი წერეთელმა სხვებმა თქვა რომ რევოლუციურ სცენარში ზოგადად საერთოდ რევოლუცია ზოგადი შეიძლება მეტაფორულადაც ვიხმაროთ რომ ეს არის რა ერთ აქ გულისხმობთ საერთო სახალხო მღელვარებას რევოლუციას ბევრ ამას ნარინჯისფერ რევოლუციას უკრაინაში უწოდებდნენ და ასე შემდგომ გამიგეთ ანუ სააკაშვილის მიზანი რა სააკაშვილი ამ ეს მისთვის რაშია საქმე მას ეს საუბარი სურს რომ წინა საარჩევნო რომელიც ძალიან მშვიდ გარემოში მიდის დამატებითი დაძაბულობის მუხტი შეიტანოს რაც კიდევაც ესე ვთქვათ მოხერხდა მის მიერ დაიძაბოს სიტუაცია რაც ეხება უშუალოდ მის საუბარს ციკლაურთან და ბობოხიძესთან და სხვებთან მინდა გითხრათ რომ აი ახლა ძალიან კარგად იცის სააკაშვილს და ნაციონალური მოძრაობის წევრებმაც რომ დღეს მათი მხარდაჭერა ხალხში არის მინიმალური საერთო სახალხო რაღაც ღელვარების და მხარდაჭერის გზით მით უმეტეს არჩევნებით ისინი ვერანაირი შანსი ხელისუფლებაში მოსვლის არ აქვს ეგეც უბრალოდ რევოლუცია თუ იგულისხმება რომ მთელი ხალხი უნდა გამოვიდეს დღეს მათ ძალიან კარგი მაგდენი ჭკუა მათ იციან რომ მათ ხალხი არ გამოყვებათ სააკაშვილს ეს ყველაფერი რასაც ის ავალებს თქვა თავის პარტიის წევრებს და ციკლაურს და სხვებს და რომ აი კარვები და რაზეც აი ლაპარაკი თქვა ბობოხიძესა კარვები და ეს რევოლუციის ეს მას სჭირდება დეკორაციისთვის ფონისთვის საერთო სახალხო ვითომდაც ხელვარების იმიტაციისთვის ნაციონალური მოძრაობას დღეს რაც შეუულია შეკრიბოს შეუულია მაქსიმუმ და გააკეთოს მობილიზაცია 20,000 კაცის სხვადასხვა კუთხები და შექმნას და 20,000 კი 10,000 კაცით საკმარისია თუ კი შენ რადიკალურ ქმედებებზე წახვალ რომ შექმნა მასობრივი არეულობის ესე რომ ვთქვათ იმიტაცია აი ეს უბრალოდ სააკაშვილს სჭირდება რეალური გეგმა თავისი ნამდვილი გეგმა სააკაშვილი და მისი ძალიან ვიწრო გარემოცვა რომელიც დღეს საქართველოში არ არიან და სადაც ამ გეგმაზე ისინი ვაიბერით და სკაიპით არ ლაპარაკობენ ამ გეგმაზე ისინი დიდი ხანია მუშაობენ სოჭი მე კაი ხანი ამ თემაზე მინიშნებები ყოველთვის ვქონდა ეს არის ძალიან ვიწრო წრე სააკაშვილის ირგვლივ რომლებიც უკვე თითქმის 1 წელი ამ გეგმაზე მუშაობენ გეგმა ეხება სწორედაც ხელისუფლების ძალადობრივი გზით თანხობას დანარჩენი კარვები რაღაც მიტინგები ეს უბრალოდ საჭირო ფონისთვის ეხლა კითხვა ალბათ დაისვება რამე ძალადობრივი გზით და რა საშუალებით ძალადობრივი გზით დამხობაზია ლაპარაკი მათ ამაზე ნამუშევარი აქვს 1 წლის განმავლობაში თუმცა მე მინდა გითხრათ რომ რა თქმა უნდა პირველად მე დარწმუნებული ვარ ეს წარსული საქართველოში ვერ დაბრუნდება და ეს ჩარხი უკან ვერ დაბრუნდება გამორიცხულია უბრალოდ საკითხი ეხება იმას რომ რა უნდა გაკეთდეს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ საქართველოს ასდეს დესტაბილიზაცია რომელიც მაინც ზიანს მიაყენებს ჩვენ ქვეყანას ჩვენ ხალხს გადაგვისვრის უკან წლებით სააკაშვილი გათვლა აქვს სულ სხვა რამეებზე და არა ბობოხიძეზე და ციკლაურზე და სხვა და მათ მიერ კარვების გაშლას პირდაპირ გეტყვით და არსებობს ამაზე სერიოზული ინფორმაციებიც არსებობს სერიოზული ანალიზიც ამისი თუმცა ეს არ არის სრულფასოვანი ეხლა ეს არ არის ჩემი კომპეტენცია ეს სათანადო სამსახურების კომპეტენცია ამაზე იმუშავა მე გულისხმობ სპეცსამსახურებს მათი კომპეტენცია
მე არ ვიცი რას მუშაობენ, როგორ მუშაობენ, ატარებენ თუ არა რაიმე პრევენტიულ ღონისძიებებს. თქვენ რასაც ამბობთ, საერთო სახალხო განწყობა არ არის ანტისაბჭოთა. როგორ განახორციელოს მან რა გზით და მეთოდით დატრიალება და დამხობა? აი მე გეტყვით, რომ მათ გათვლა აქვთ პირველი, ეხლა ეს რაც იქ ლაპარაკია რევოლუციურ სცენარზე, აქ ლაპარაკია რომ თუნდაც 10,000, 15,000 და 20,000 მაქსიმუმ კაცით რის მობილიზაციას ისინი აპირებდნენ საქართველოს ყველა კუთხეებიდან და რამდენიმე კერის შექმნას ზოგიერთ რეგიონში და თბილისში, რომ შექმნან მასობრივი არეულობა. ეს შესაძლებელია. თუმცა ეს ვერ იქნება ის, რომ ხალხი აღდგება, მათ ხალხი მხარს არ დაუჭერს. რაც ეხება რა რესურს, რაზე აქვს გათვლა, პირველი გეტყვით მათ. დავიწყოთ აქედან. კამერების ტელეფონი. კი ბატონო, რაზეც მე არ მილაპარაკია. სააკაშვილი როდესაც სანამ გამოაცხადებდა და რო გამოაცხადა რომ ჩვენ წავაგეთ არჩევნებზე გადავდივართ ოპოზიციაში, მანამ მათ უკვე თადარიგი დაჭერილი ჰქონდათ, რო იცოდეთ, სანამ ისინი ხელისუფლებიდან წავიდოდნენ. აბა ეხლა თქვათ ესეთი გიჟები კი არის, მათ თადარიგი დაიჭირეს დიდი რაოდენობით, მე გეუბნები რაც ფაქტია. მათ შეიარაღება აქვთ გადამალული საქართველოს ეს გაკეთება თავდაცვის მინისტრი და კიდევ სხვა სტრუქტურები. საქართველოს სხვადასხვა რეგიონი გაკეთებული აქვს სამალავები. სწორედ მე მიგითხრათ რომ ეს დიდი ოდენობით იარაღზეა ლაპარაკი. სწორედ ერთ-ერთი სამალავი რომელიც რუგელაში იქნა აღმოჩენილი, სადაც ძირითადად ის ვიდეო ფირები და ასე შემდეგ იქნა ნაბო ძირითადად. იქ იარაღის დიდი ნაწილის გადატანა მაინც მოასწრეს მერე და გადამალვა. მაგრამ სამწუხაროდ ამ სამალავების უმეტესი ნაწილი კი თითქმის არც ერთ სამალავი დღემდე გამოვლენ და აღმოჩენილი არ არის. და მე გეუბნებით არა მცირე ამ დიდი რაოდენობის შეიარაღებას. ერთი. მეორე. ლაპარაკი არის გარკვეულ მრავალრიცხოვან ჯგუფებზე, აი როცა გათვლაზე ვრაზია. გამორიცხო ჯონლების თავის დროზე აღრიცხვაზეც იყო მათი უშიშროები, მათი ძალოვანი სტრუქტურების ფულსაც უხდიდნენ. ეს და პლუს არა მხოლოდ ადგილობრივ ჯგუფებზე, არამედ გარკვეული უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებსაც არც ვიზა ჭირდება და არაფერი, რომლებიც საქართველოში საკმაო რაოდენობით უნდა შემოვიდნენ და მე მგონია რა ინფორმაციით ვფიქრობ, საკმაო რაოდენობით უკვე შემოსულები არიან ისინი, რო იცოდეთ თქვენ, ისინი შემოსულებია, ზოგი ტურისტულად, ზოგი აქ არიან ესენი. ეს ხალხი აქ არის. ესენი არის გამოცდილი მებრძოლები, რო იცოდეთ თქვენ. ყველა. ბევრი მათგან ვიცი, სხვათა შორის. რა მებრძოლებიც არის. აი ამაზე გათვლა. და მესამე რაც თქვენ თქვით. არ არის ეს. თვითონ ნაციონალური მოძრაობაშვილი თვლის და მისი წრე რომ მათ საკამაო დასაყრდენი და მხარდამჭერები ყავთ ძალოვან სტრუქტურას. ამაზე დიდი ხანი იყო განსაკუთრებით ჩინეთთან საქმეც ამისთვის და მათ შორის უშიშროებაშიც. და ეს რეალობა არის. მათ შექმნილი აქვს სტრუქტურები. ეხლა არ მინე ლაპარაკი, ეს ცნობილია, ოფიციალურად ესე იგი ეს არ არის გას ყოფილი პოლიციელებისგან, ყოფილი ძალოვანებისგან, რომლებიც ძალიან აქტიურად მუშაობენ, ყოველდღიურად კოორდინაციაში არიან, ძალოვანს თუ მათთან ინფორმაცია მიდის წყალივით, ფარულად გაწევრიანებული წყავთ თავიანთთან ხალხი და უბრალოდ მათ იმედი აქვთ, რომ უკეთეს შემთხვევაში, თუ უკეთეს შემთხვევაში ეს ხალხი, ეს ყოფილი კუდელები, ყოფილი ისინი, რომლებიც შინაგანად შეიძლება სულებითაც არ ეპიტნავებოდეს დღევანდელი ხელისუფლება და არ ავლენდეს ამას, თუმცა ბევრმა იცის ვინ არის ეს ხალხი, ეს კონტინგენტი. კრიტიკულ სიტუაციაში მე იმაზე კი არა ვგად რომ გადმოვლენ და იარაღს აიღებენ. არაფერს არ გააკეთებენ. აი ესაა ყველაზე საშიში. არაფერს არ გააკეთებენ ელემენტარულად. ჩვენ ესეთი სიტუაციები საქართველოში ბევრი ვიცით. განსახურდი ეს დროს შევარდნაძის დროს ახალ რამეს ვიძახი მე არ გვახსოვს ვარდების რევოლუციის პერიოდში როგორ ნეიტრალიზებული იყო და როგორი მოლაპარაკებები წარმოებდა ამ მიუხედავად იმისა რომ აუდიო ჩანაწერები გახსოვდა მაინც ძალაში რჩება თქვენ ინფორმაცია და არჩევნების შემდეგ ეს აუდიო აი ზუსტად ეს აუდიო ჩანაწერები ეს არის რო იტყვიან აი შემოგდებული რაღაც ეს აწყობდა სააკაშვილო ამაზე გამახვიდეს მთელი რა თურმე
კონსტიტუციის წერენ, კარვები უნდა დადგან, მე ისინი იტყვიან, რომ ჩვენ ამაში რევოლუციაში, გულისხმობ რევოლუციაში, სოფლიოში ამ ტერმინს ხმარობენ. ნარინჯისფერი კედრების რევოლუცია, ეს აი ამას გულისხმობ, მე ამაზე წავა კამათი და ასე შემდგომ 1000 ამაზე და ამ დროს გეგმა რეალური არის სხვა. მაგრამ ის რა თქმა უნდა, იმას სჭირდება მაინც გარკვეული ფონი ესეთი, ვითომდაც საერთოდ